დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროცესი გრძელდება. ამჯერად საკუთარი ბინის გასაღები 261 იზოლებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა. დევნილებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, ფოთში, ბათუმში, ქარელსა და წყალტუბოში დაუკანონდათ. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი სულ 3227 იზოლებით გადაადგილებულ ოჯახს დაუკანონდა. ეს პროცესი გაგრძელდება დაახლოებით მომავალი 1 წლის განმავლობაში, მომავალი თვითამფრომლამდე გეგმა გვაქვს, რომ ყველა დევნილმა უნდა მიიღოს დაიკანონოს ის საცხოვრებელი ფართი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს კანონიერად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ამით ჯერ ერთი ხდება საკუთრების გრძნობის გაჩენა მოქალაქეებში და ისინი უკვე ხდებიან ჩვეულებრივი მესაკუთრეები. ეს ფართები, რომლებიც მათ დაკავებული აქვს, ექცევა ჩვეულებრივ სამოქალაქო ბრუნვაში და მეორედ როდესაც ჩნდება საკუთრების განცდა, ადამიანები უკვე არიან მოტივირებული იმისთვის, რომ თქვათ რემონტი გააკეთონ და თავისი საცხოვრებელი მოაწყონ ისე, როგორც მათთვის იქნება უფრო მოხერხებული. ეს გავიგეთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. ამ ფართებს მოსახლეობა წლობით ელოდა. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი ავადმყოფები, პენსიონერები, ინვალიდები, რომლისთვისაც მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ უდიდესი ხარულს წარმოადგენდა აღნიშნული ფართის საკუთრებაში გადაცემა.